დღეს ერთ-ერთი უძველესი დღესასწაული მირქმა აღინიშნება, რომელიც ნიშნავს მიგებებას იესო ქრისტესადმი. მცირეც გიამბობთ ამ დღესთან დაკავშირებით. მარიამ ღვთისმშობელმა, როდესაც იესო ქრისტე 40 დღისა შეიქმნა, წაიყვანა იერუსალიმში ტაძარში, სადაც იმყოფებოდა სვიმეონი და წინასწარმეტყველი ანა. მოხუც სვიმეონს აღქმა ჰქონდა დადებული, სული წმინდისგან ჰქონდა ნაბოძები, რომ იგი ვერ იხილავდა სიკვდილს, სანამ საკუთარი თვალით არ ნახავდა ქალწულისადმი შობილ უფალს. სვიმეონმა როგორც კი იხილა უფალი იესო ქრისტე 40 დღის, იგი მიეგება იესო ქრისტეს უფალს, გულში ჩაიკრა და ეს სიტყვები წარმოთქვა. აც განუტევე მონა შენი მეუფეო სიტყვისაებ შენი სამშვიდობით, რამე თუ იხილეს თვალთა ჩემთა მაცხოვარება შენი, რომელ განუმზადე წინაშე პირსა ყოვლისა ერისასა, ნათელი გამობწყინვებად წარმართთა ზედად დადიდებად ერისა შენისა ისრაელისა. ამის შემდგომ უკვე აღინიშნება მირქმა ერთ-ერთი უძველესი დღესასწაულია საქართველოს კათოლიკოს პატრიარქ უწმინდესის და უნეტარესის ილია მეორის მიერ აღდგენილ იქნა საქართველოს ძველ სოფლებში ეს ტრადიცია, მირქმის ბრწყინვალე დღესასწაულის ტრადიცია, მაგალითად სვანეთის სოფლებში აღინიშნება ლამპრობისა და სვიმნიშობის დღესასწაული სვიმეონ მირქმელის სახელით, რა თქმა უნდა. ახალგაზრდები, ბავშვები, ყველა ანთებული სანთლებით გადიან ქუჩაში, მიდიან კარდა ანთებული სანთლებით ეგებებიან ერთმანეთს. ასევე მათ ხვდებიან ანთებული სანთლებით. შემდგომ იცვლება ეს ანთებული სანთლები როგორც ძველი და ახალი აღქმის სიმბოლო. ერთობა, ნიშანი უფლის სიყვარულისა, გამოცხადებისა, მიგებებისა და გულში ჩაკვრისა. ყველამ მივეგებოთ ჩვენს უფალს, გულში ჩავიკრათ იესო ქრისტე და გვიყვარდეს უფალი. დიდება უფალს. გილოცავთ ამ ბრწყინვალე ძველ დღესასწაულს.